ღია წიგნებისა. დღევანდელ კვირის პალიტრას ახლავს წიგნი, რომელსაც უკვე ყველა შეეჩვიეთ, უბრალოდ ავტორი, რომელსაც უკვე ყველა შეეჩვიეთ და რომელსაც ალბათ თქვენი მშობლებიც ძალიან დიდი ინტერესით კითხულობთ. ეს აგათა კრისტია. მისი წიგნების უმეტესობა ახლა აი აქ მაგიდაზე დევს, მაგრამ არის ერთი მესამე გოგონა, რომელიც როგორც გითხარით, კვირის პალიტრას მოყვა. ეს ტექსტი იმით არის გამორჩეული, რომ 1960-იანი წლების ამბავს მოგვითხრობს, წლებისა, რომელიც სექსუალურ რევოლუციას და სხვა სახის რევოლუციებს გვაგონებს, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ მსგავსი არაფერი ხდება. ეს გოგონა არის ძალიან გამორჩეული ამ პერიოდის ადამიანებისგან, გამორჩეული ბევრი თვალსაზრისით და თუნდაც იმით, რომ მის შესახებ 2000-იან წლებში სატელევიზიო სერიალის გადაღება გადაწყვიტეს და ძალიან საინტერესო პროექტიც გამოვიდა. მოკლედ, გოგონა, რომელსაც თქვენ აუცილებლად უნდა ჩამოართვათ ხელი. გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად, აგათა კრისტი. ჯეკ ტორანსის ახალი სამსახური სასტუმრო ოვერლუკში მისი შანსია, რათა წერა გააგრძელოს. ეს ყველა მწერლისთვის ნაცნობი პრობლემაა და ნაცნობი შანსი. ნათება სტივენ კინგის ძალიან ცნობილი რომანია, თუმცა მას ქართველი მკითხველი უფრო ამავე სახელწოდების ფილმით იცნობს. სასტუმროში სადაც მხოლოდ მწერალი და მისი ოჯახის წევრები არიან, საკმაოდ უცნაური რამეები ხდება. უცნაური და იდუმალი და ერთგვარად საშინელი. ამ იდუმალ და საშიში ამბებში გარკვევა, რომელიც სასტუმროში ხდება, მწერლის შვილს, დენი ტორანს შეუძლია. მას განსაკუთრებული უნარები აქვს და ის გვეხმარება სწორედ გავერკვეთ იმ იდუმალ ამბებში, რომლებიც ამ სასტუმროში ხდება, ბოროტებაში, რომელიც ამ სასტუმროში მანამდე არსებობდა და სწორედ ახლა იწყებს გამოღვიძებას. მოკლედ მე გირჩევთ ეს წიგნი არ გამოტოვოთ. ნათება, ეს თქვენი წიგნია. აბა ბატონებო და ქალბატონებო, თუ იცით რა აერთიანებს ლურჯხიბს, რადიოტელესკოპებს და ვიოლინოს. თქვენ მართალი ბრძანდებით, ერთი შეხედვით ცხადია არაფერი, მაგრამ მეორე უფრო დაკვირვებული შეხედვით ეს უნივერსალური ვიზუალური ლექსიკონია. წიგნი, რომელიც ყველაფერს მოგითხრობთ ყველაფერს, წიგნი, რომელიც უკვე მეორედ გამოიცა დიდი მოთხოვნის გამო, წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ყველა ადამიანის წიგნის თაროზე. შესაბამისად, ჩვენც ამას გირჩევთ. მას ასე პალიტრაელი ვიზუალური უნივერსალური ლექსიკონი.